ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას იმისთვის და ამის გამოცდილება დადებითი არსებობს სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ასეთ ტიპის ხალხთან როცა გვაქვს საქმე, როგორც არის ქართული ოცნება, შეიძლება არასერიოზულად მოეშვენოს ეს ვიღაც ვინმეს, მაგრამ აუცილებელია, რომ 10,000-ობით ადამიანმა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, დავაფიქსიროთ ჩვენი ხელმოწერით, რომ ჩვენ უარსოუნებით ამ ყველაფერს, რომ ჩვენ ხელს ვაწერთ ამ მოთხოვნებზე, რომ გასაჯაროვდეს, კითხო ხალხს და ხალხს როცა კითხავენ, ჩვენ უარს ვეთქვით ამას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღესვე აქვე, აი აქ ჩვენს სცენასთან, მანქანასთან უკვე პირველი პუნქტიც გვექნება ხელმოწერების შეგროვების, ვინც ხართ აქ ძალიან გაგვიხარდება რომ მობრძანდეთ, მოვაწეროთ ხელი და დააფიქსიროთ თქვენი პროტესტი არაბული ქალაქების წინააღმდეგ, პროტესტი საიდუმლო გარიგების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ჩვენ მთელს თბილისს, მთელს საქართველოს, ყველა რეგიონს მოვივლით ამ ფურცლებით, მიუწვდებით ყველას, მიუგაკვირდებთ ყველას, ჩამოვარდნოთ ხელს ყველას. ჩვენ გვჭირდება რომ ვესაუბრო აბსოლუტურად ყველას, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვისაც ქართულმა ოცნებამ იმედი გაუცროა, იმ ადამიანებს ქართულ ოცნებამ შეიძლება ხმა მისცა, მაგრამ აწყენინა და ამ გარიგებას მოვაწერა ხელი და ვინც უკმაყოფილოა ამით, ყველა უნდა გავაერთიანოთ. ამიტომ ჩვენი მიზანი არის დღევანდელი დღიდან, რომ 10,000-ობით ადამიანი ყავდეს, რომელიც უარს ეუბნება ამ პროექტს და არ წამონებული ვარ ეს მიზანი შესრულდება, არ უნდა ამას დიდი დრო და შემდეგი შეკრება სწორედ ამ მიზნით იგეგმება 14 დეკემბერს ბათუმში უკვე. ბათუმელებს ვეუბნები, ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს ბათუმელებისადმი, რომ გამოვიდეთ, იმიტომ რომ გონიოში ბათუმთან შენდება, ბათუმის ტერიტორია არის ეს, შენდება ეს მეორე არაბული ქალაქი გარდა კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიისა და არ წამონებული ვარ, იქაც ვიქნებით ძალიან ბევრი, იქაც შეგროვდება ძალიან ბევრი ხელმოწერა, აქაც რა თქმა უნდა და ყველა ერთად ვეთყვით არაბულ ქალაქებს რას ვეთყვით? საქართველოს ეროვნული, დემოგრაფიული, ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესებიდან გამომდინარე ქართული ოცნებისგან მოვითხოვთ. პირველი, გასაჯაროვდეს კრწანისის ტყეპარკსა და გონიოში დაგეგმილი დასახლებების პროექტებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება და დანართი, რადგან რამდენიმე ხელშეკრულებული არც ერთი მოქმედება მანამ სანამ არ იქნება მიღებული საქართველოს მოსახლეობის თანხმობა აღნიშნულ პროექტზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ვერ მიიღება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ყველა ხელისუფალი საქართველოში ყველაფერს უნდა ეკითხებოდეს ქართველ ხალხს. ჩვენი აქციის შემდეგი გაჩერება იქნება ბათუმი 14 დეკემბერს 14 საათზე. ყველას და განსაკუთრებით ბათუმელებს გელოდებით კოლონადასთან. პროტესტი ამ საკითხზე გაგრძელდება. ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოსვლისთვის და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ხელი მოვაწეროთ ჩვენს პეტიციას. აქციის მერე და შემდეგ ქმედებებზე აუცილებლად გაგაცნოთ დეტალურ ინფორმაციას. დიდი მადლობა რომ შევიკრიბეთ, დიდი მადლობა რომ იყავით აქ. საქართველოს გაუმარ!